სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ Big Fest-ში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში გაიმართება და მოზარდმაყურებელთა თეატრი 16 სექტემბერს მაყურებლის წინაშე სპექტაკლ რომეო და ჯულიეტად იწარსდგება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დასის წევრებს ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი აფხაზეთის საზოგადოებისთვის და ზოგადად აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული ფასეულობაა. მე მინდა მას წარმატებები უსურვო ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ზოგადად ეს თეატრი არის ჩვენი საზოგადოებისთვის დამაკავშირებელი, თაობათა დამაკავშირებელი თეატრი და მიხარია, რომ ესეთ დონეზე ესეთ წარმატებებს აღწევენ და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას გამოუცხადებს მათ. მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად გვერდში უდგას აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კულტურის სამინისტროს პირადად ქალბატონ თიკა რუხაძის ჩართულობა, ვისი მეშვეობითაც კონკრეტულ თეატრს მიეცა საშუალება საზღვარგარეთ წასულიყვნენ გასტროლებზე. ჩვენ სამინისტროს დასახული გვაქვს გეგმები და ამოცანები, რისი საშუალებითაც შემოქმედებით და სამომავლოდ გაუჩნდება პერსპექტივები და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავს ინიციატივებს მხარს უჭერს. ჩვენი თეატრისთვის ეს არის პირველი საერთაშორისო ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრის იქ მონაწილეობა, იმიტომაც რომ პირველია, იმიტომაც რომ ჩვენ აფხაზეთის სახელი ყველგან უნდა გავაჟღეროთ და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ უშუალოდ მთავრობა და სახელმწიფო იყოს ამაში ჩართული, რაშიც არიან ისინი მუდაოდ ჩართულები და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, იმიტომ რომ თუ კი აქამდე რამე გაგვიკეთებია, მათი მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით.